იშვიათი ქვეყნის ლიდერი თუ დაიქვეყნეს ელისეის სასახლეში იმ რაოდენობის ოფიციალური ვიზიტებით, რაც ამ წლებში საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა. 2 დღის წინ განხორციელებულ ბოლოსაც თუ მივაცვლით, მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში ზურაბიშვილი მაკრონის შეხვედრების რაოდენობა 6-ს გადააჭარბებს. ფრანგული მხარეც სალომე ზურაბიშვილს უცხო ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსთან ერთად ყოველთვის ფრანგი გამორჩეული დიპლომატის სტატუსითაც მასპინძლობს და ეს სტატუს-კვო აგერ უკვე წლები არ იცვლება. მიუხედავად იმისა, მოუსწონს თუ არა ეს ოლიგარქის არალეგიტიმურ მთავრობას, რომლის პრემიერიც ბოლოს სხვათა შორის ელისეიდან 2 წლის წინ მიუშვეს. ოფიციალური პარიზი საქართველოსთან დამოკიდებულებაში ახლა განსაკუთრებულად აქტიურია. ამის მიზეზები არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანს, რომელიც საქართველოს მომავალს ანადგურებს, პასპორტზე საფრანგეთის რესპუბლიკა უწერია. რაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ბოლო შეხვედრისას არ ვიცით. თუმცა ის, რომ საუბარი საქართველოში მიტაცებულ არჩევნებსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე იქნებოდა, რთული მისახვედრი არ არის. მაკრონმა, რომელსაც ახლა არჩევნდა პოლიტიკური თავსატეხი აკლია, არაერთგზის მოიცალა და საქართველოში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ თქვა, რომ გამოსავალი კრიზისიდან ახალი არჩევნები იქნებოდა. საუბარი, რომ საფრანგეთის ეროვნულ სანქციებზე შედგებოდა, არც ეს არის რთული გამოსაცნობი. მინიშნებები პრეზიდენტმა იმავე დღეს ფრანს 24-დან გააკეთა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროპულ გზაზე დაბრუნებაა. ეს არის ის, რასაც ხალხი ქუჩაში ყოველდღე ითხოვს. ეს არ იყო მხოლოდ არჩევნების მოპარვა. მოსახლეობის მანდატის არ მქონე პრემიერმა ღიად თქვა, რომ აჩერებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს. უკვე ვიხილეთ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ვხედავთ ამ ელიტის ნერვიულობას სამომავლო პროცესებზე. ამერიკული სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს რეალური პრობლემები ევროკავშირში, რომელსაც აქვს ამბიცია ჰქონდეს რეალური საგარეო პოლიტიკა. თუ ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტები და თუ მისი ინტერესები დაბლოკილია ერთი ვეტოთი, მაშინ ის ვერ გახდება ნამდვილი მოთამაშე. ოლიგარქის თავზე სანქციების მახვილი რომ უკვე ხელძაბზე კიდია, ეს მანაც კარგად იცის. შეერთებული შტატების შემდეგ, რომ ყველაზე მტკივნეულ დარტყმას ივანიშვილი დიდი ბრიტანეთისაგან და საფრანგეთისგან უნდა ელოდოს, ესეც იცის. სანამ ოცნების მაშველრგოლად ევროკავშირის დონეზე პრორუსი ორბანის ვეტო რჩება, ეროვნული სანქციების მოლოდინი მწიფდება ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ვიცით, რომ იქნება სანქციები ივანიშვილის ახლო გარემოცვისთვისაც. ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა გამოსცეს სანქციები ბალტიის ქვეყნებმა. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ამ გადაწყვეტილებას. პოლონეთს, რომელიც ახლა თავმჯდომარე ქვეყანაა, ასევე აქვს სია. პარიზში პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ ვაშინგტონიდან ჩაფრინდა. შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის საქართველოს როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი წარმოადგენდა. ოცნების პროპაგანდა თბილისში ყველაფერს ეცადა, რომ ზურაბიშვილის ეს ვიზიტი დაეკნინებინა. ხან კაბა დაუწუნეს, ხანაც ადგილი, სადაც მიწვეული სტუმარი იჯდა. თუმცა ვერაფრით გადაფარეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ყველას, ვინც დღეს უკვე შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს პოლიტიკას ქმნის და შექმნის. პრაქტიკულად ყველა კაბინეტის ახალ მინისტრებს შეხვდი, ძალიან ცოტა, ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ ეს იყო იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო, ვთქვათ, გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, მაგრამ მაინც იმის საშუალება მქონდა, რომ ეთქვა, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს ის, რაც ხდება საქართველოში, რამდენად საგანგაშო იმ რეგიონში, რომელიც არის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, თუ არა მთავარი პრიორიტეტი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ იქვე არის შავი ზღვა, იქვე არის სტრატეგიული ახალი პროექტები. ეს იყო ჩემი გზავნილი, საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს დღეს საქართველოში, ერთის მხრივ რეპრესიები, რომელიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმი არის და მიყვება რუსეთის მოდელს და არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე რაღაცა მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც ალბათ უნდა ძალიან სერიოზულად აინტერესებს და აღშფოთებდეს ამერიკას. გლობალური პოლიტიკის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩინეთის ინტერესების ხსენებას ტორიადორის მიერ წითელი მულეტას აფრიალების ეფექტი აქვს.
ვისაც ეჭვი ამაში მაინც ეპარება გრენლანდიისა და პანამის ჭირვარამის მოკითხვა მოუწევს. ჩინეთის ინტერესი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წითელი ხაზია. ოცნებას, რომელიც საკუთარ ამომრჩევალს იმაში არწმუნებს, რომ ამერიკასთან ოდესღაც დაალაგებს, ჯერ იმის დაალაგება მოუწევს, როგორ ახსნას შავ ზღვაში და ანაკლიის პორტში ასე მომძლავრებული ჩინური ინტერესები. გამოცდილმა დიპლომატმა ზურაბიშვილმა ამ დაულაგებლის დაალაგების აბსურდულობა კარგად იცის, ამიტომ ესალამი ტრამპის ადმინისტრაციას ღიად დაანახა. დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკის შესახებ იყო, მაგრამ რამდენად ძლიერია ამერიკა თუ 3,700,000-იან ქვეყანას შეუძლია დასავლეთ ზურგი აქციოს. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთის და რუსეთისკენ იბრუნოს პირი. რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის გადაიკეტება, ასე რომ სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს. ამერიკაში ვიზიტისას პრეზიდენტ ზურაბიშვილის სათქმელი გაჟღერდა ყველგან, სადაც ამის ფანჯარა არსებობდა. ინტერესი ქვეყნისა და ლეგიტიმური წარმომადგენლის მიერ მაღალია. შეხვედრები ინაუგურაციამდეც და შემდეგაც იყო სენატორებთან, კონგრესმენებთან, მომავალ სამთავრობო აპარატთან და რა თქმა უნდა პრესასთან, რომლის ინტერესიც უპრეცედენტოდ მაღალი იყო. ყველაფერი ეს ამბობს ერთ სათქმელს. დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის ქართველი ხალხის საპროტესტო ხმა ლეგიტიმური პრეზიდენტის გავლით ისმის. არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არ ამგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელთანაც აშშ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ხედავ, რომელიც მეგობრად და პარტნიორად მიიღებს ქვეყანას, თუ ეს ქვეყანა ხან ჩინელებს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს ემეგობრება და არავითარი პრინციპები არ გააჩნია. დიპლომატიის ცოდნა სულაც არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ ოლიგარქის რეჟიმი დღეს იზოლაციაშია მოქცეული. იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც არალეგიტიმური მთავრობა ესაუბრება, სულ უფრო ვიწროა. ამ რეალობას ყველაზე ნათლად საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ეგრეთ წოდებული მინისტრის ეგრეთ წოდებული შეხვედრების ფოტო არქივი ასახავს. 2 თვეზე მეტია მაგა ბოჭორიშვილი ჯიუტად ცდილობს ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც დაამტკიცოს, რომ მინისტრია. ხვდება ელჩებს თურქმენეთის, სომხეთის, უნგრეთის და აზერბაიჯანის. მერერა რომ დიდმა ბრიტანეთმა გამოგზავნილ წერილში მაგა ბოჭორიშვილი ოცნების მინისტრად მოიხსენია. არჩევნების შემდეგ ეგრეთ წოდებული მინისტრის და ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ყველაზე თვალსაჩინო საგარეო ვიზიტიც აქვე ახლოში, ბაქოში ალიევთან შედგა. ოლიგარქის გუნდის საგარეო ვექტორი ძალიან დამოკლებულია და ის დღეს მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებთან შეხვედრებით თუ დაიგვეხნის. გლობალური პოლიტიკის ავანსენაზე კი დღეს ქართველი ხალხის საპროტესტო ხმას პრეზიდენტი აშხერებს, ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული.